მეცინება. დიდი ქიმერა. შემოაყატაც. მოგესალმებით სულ ყველას, მე ვარ დიდი ქიმერა, ახლა შემომიერთდება პატარა ქიმერა. მოგესალმებით მეგობრებო. იუთუბერობას მოწყებინებ? ჩემს მამობილთან. მამობილთან. მამასთან. აქ ფაქ რაღაცა გამოსული და ძაცუთა ჩანს. მამასთან, საკუთარ მამასთან, საკუთარ მამასთან გადავიღებთ. ფილმის unboxing-ს ჩამოგვივიდა ესეთი ამანათები. იმედია მე რაღაც ჩამომიტანა თუ ყველა გარდამასწრებდა. ბაბა ჩემსაც რაღაც საჩუქარი უყიდე, ასე რომ მართლა. უსაჩუქროდ არ დარჩები. რამდენი ნახვა გინდა? მილიონ ნახვაზე თუ ავედით, მამა ჩემს უყიდი ძალიან მაგარ სათევზაო რაღაცებს. თევზაობა უყვარს. არა, მანქანა მითხარი რაღაც. არ მინდა ორი მყავა. მამა ჩემია ზურაბი გაიცანით. გამარჯობა ყველას ესე მოგესალმებით. გარეთ რო შეხვდებით ხოლმე მიესალმებით. აუცილებლად. გავხსნათ მამი დავიწყოთ? მამა მანახე. ჯერ დავიწყოთ აი პატარა ამანათით. ხო შეიძლება? ეს მაინტერესებდა ხოლმე ასე რო ყირდან ხოლმე. ხო შეიძლება დავყარო მეთქი უნდა მეთქვა და ეგრევე გადაყარა. პირველად ჩამოგვიდა ფანარი. ფასებსაც ვიტყვი რა დამიჯდა. ესეთი ფანარი არის, ეს ხიდა 16 და 70. ნახოთ როგორ ანათებს. იტენება USB-ს ჩვეულებრივად. ესეთ სინათლეც აქვს, გამომადგება ტყეში რა. ეს კაი რამე უნდა იყოს. აბა ექსპერტი კაცი ხარ, როგორია ნახე. ასთან შედარებით ნორმალური ხარისხია ახლა. თვითონ корпуსი პლასმასი აქვს. ანუ 16 ლარად 16 ლარად ნორმალური ფასი არის. აუ რქამა გამოსული. გადავიდეთ შემდეგზე. გამოვშვი. მამა ჩემო გამომაწერი და სალაშქრო რაღაცეები, იმიტომ რომ აინტერესებდა კაცს რა. ეზაობა მიყვარს, ნადირობა მიყვარს და მინდა რომ ჩემი ბიჭიც გადაერთოს მაგსაქმეში. ერთადაც გადავიღოთ ხოლმე, ხო, მომავალს. ზაფხულში საფუძვლად ვიყავ. აი ჩანთა ჩამომივიდა. ესეთ ჩანთა არის. სალაშქრო ჩანთა არ მქონდა, ამიტომ გამოვიწერე და ეს არის 30 ლიტრიანი. მივეცი 37 ლარი და 20 თეთრი. ძალიან პატარაა, ხო? იცველობდი უფრო. გააჩინება და რაღაცები ჩააწყოთა ნორმალური ხარისხი. ხოთაშორის ჯუმზე არის ჩინური ოფიციალური მაღაზიები, უფრო ხარისხიანი პროდუქტია და ყველაფერი რაც მაქვს გამოწერილი ქვემოთ ლინკზე არის და შეგიძლიათ გადახვიდეთ, თქვენს გამოიწეროთ და ალბათ რაღაცად შეგერიცხებათ. ზუსტად არ ვიცი. მაგრამ შეგიძლიათ შეამოწმოთ რა ლინკზე. ყველაფერი ქვემოთ არის. ჩააბარა ტესტი კაია? 37 ლარად რა. 37 ლარად ყოლის ჩანთა შოღარ ყიდულობ კაცი. ნორმალურია. შეიძლება. კი და ხოთაშორის ეს არ გადამიგდა. მე აქეთ დავდეთ ბაბას. ხოთაშორის რატო ნაგავი პროდუქტია. რატო იძახე ხა? ასეთი გააჩნია როგორ. ესენი უფრო ოფიციალური შემომტანები არიან ჩინეთის მაღაზიებიდან რა, როგორც ვიცი. იმედია თემის წარმომადგენლები არ უყურებთ. მოკლედ ესეთი დიდი ყუთია და შეგნითებს წესით ბევრი რამე. უბრალოდ ეს სათითაოდ რო ფუთავენ ხოლმე, რატომღაც არ მომწონს. ყველაფერში შეგნითია. სხვადასხვა შემკვეთია და იმიტომ. ნუ ეგეც მართალია. ამას უყურეთ, რამდენი რამეა შეგნით. დავიწყოთ, ნენა, მიყვეთ. მოდი, ახლა შენ გახსენეს, რომ მე რო ხსნი ხოლმე. ეგ რა არის? სათვალია მგონი? ქუდი. ქუდია. მაგრამ ეს ბავშვის ქუდია, მე მგონი სახენო არა. არა, ეგეთ მე გამოვიწერე ზუსტად ამაში მივეცი. პატარა ქუდები მევასებ. 10 ლარი და 40 თეთრი. თავზე არ ჩამოგეტევა და. მანახი აბა. ერთი ნახო. ნახე რა ძერს კი არის. მაგარია ხო? ისიც დამიფარა. შო ეს უნდა გავაგზავნოთ. სუნი არა აქვს, ნახე. სუნი არა აქვს. ის რო ჩამოსულიყო თემუ და სუნი ექნება და საშინელება. ეს რაღაცა მაგარი არის. ამანათში კიდე ამანათი. გადააგდებოდი, გიყვარს გადაგდებები. ყველას დიდი თევზი რამდენი რამხელა დაგიჭერია ეს. 10 ნახევარი 11-ამდე. ესეთი შეფუთვა მოყვება, ჩვენ რეკორდი უნდა მოხსნათ რა. აი, გეცოდინებათ. ესეთი პატარა არის, ნუ ხელთან შედარებით ესე არის და ამას აქვია პელტუჩა, კიდე არის სახრისი, დანა. ეს როგორ აუწიო? უცბად რაღაც გამოვარდეს მამასეთ ტიპში. ესე დაუწყებ ჩალის, ხო, ეგრევე. პატარა ხერხი აქვს, რაღაცეები აქვს, სახრახნისი. გამოსადეგი არის რა, რაღაცაში მაინც გამოიყენებთ. ეს ხიდა ძალიან იაფი და სხვათა შორის 10 ლარი და 30 თეთრი. მაგრამ ბოტოტა თითები თუ გაქვს კაც ძალიან ცოტა მოსახეშია. ბუნებაში შეგიძლია ფჩილები, კაი სუფთაო, კაი თლიბო, პედიკური, მანიკური. გადავიდეთ შემდეგზე, თუ ყველა უნდა გახსნათ. გავხსნით თითები დამეტრა უკვე. მომეჩავდო. ვითომ ჩავდე ფარმენდოვი. აი, გადავალ შემდეგ ამანათზე. აი, აქ მაგალითად ორი რაღაცა დევს. დაჟე 3. ეს ნახე რა მაგარი რაღაცაა. თუ მაინტერესებდა ეს ბეჭედი რა, ხდებოდა საკმაოდ იაფი ღირდა. აქ აჩვენებს გრადუსებს წესით. რამდენი ცელსიუსია რა. რანაირად ჩავთო ეს. აშკარად დიდი ზომა არის. აბა მოისინჯე შე. აი ბეჭედია სხვადასხვა. მოსინო, მაგრამ გრადუსები სადღაც დაეწოროს, ვაიგერა, აი. ხო, ერთი წამო. დაეწერა. გაენათ. ამას უყურეთ. აი, ოდნავ ჩანს.
27 გრადუსია? ტელეფონი აქ აქვს? მოიცა ერთ წამ უნდა შევამოწმო. იმუხდება, რაიცა, ნენელა ნათდება. უფრო ნათდება. მონ ვიდეოს ბოლოში გამოჩნდება დაველოდოთ. მოიცა თბილისში ნახო. სინათლეზე მიიტანე. 43 გრადუსია? მაგას ნუ უყურებ ეს სახის ტემპერატურაზე. ბაზარია. ამერიკის ტემპერატურას კი არ გამოგიზომოს. მოდი, აბა გაიკეთეთ იცი, უგერგება. თუ არ და შენი იყოს, მე დიდი მაქვს. შენი იყოს, აგავიკეთო. კაია? გადასარევი რა. კაი, მამა ჩემი კმაყოფილია, თავარია. ამაში მივეცი ძალიან იაფი და 3 ლარი და 80 თეთრი. ოპა, ეს რა არის? გახსნა ხო არ გინდა ყოველს მე როხს. გენდობ. ოპა. აი, ეს გინდა და მგონი შენ ესეთ ჩასადები მოდის. სხვათა შორის ადრე ვათალიერებდი ხოლმე ფასიც. რა გინდა? 12 ლარი და 10 თეთრი. აიდანაა ხო? კი, შენიენდანა. მეორე პირით ქონოდა უკეთესი იქნება. კიტრი პამიდორი რამე თუ მოგინდა? რა ერთი ის აქვს ცუდი რომ ადვილად იკეცება რა. ჩასაკეტი არა აქვს? აი ჩაიკეტა. ხო, გასაწევი აქვს. აი აქ უნდა ჩაკეტო ხოლმე, ბოლომდე უნდა გაწიო და всё, მე ჩაკეტილი არის. მშვენიერი დანა. გადავიდე შემდეგ ამაზე. მოდი ხო არ გატესტავ მაგით. როგორი მჭრელიო ნახოთ. ვერ წავა? ეს რა. ხო, ეს არის ძალიან მაგარი რაღაცა. მოკლედ, ეს მეგონი ძაღლებს ყურში ცუდად ხვდებათ ამის ხმა და თუ რამეა გამოგეკინენ და რაღაცა ჩართავ და მოდი მეტი ისო ეფექტი რო ქონდეს, ეგ უნდა ჩავაძაღცა მოვიყვანე. ეს დაჟეს ძაღლს ასწავლი. აი დაჯექიო, ადექიო და რაღაცები წერია. რეჟიმები აქვს. არ ვიცი მუშაობს თუ არა. ელემენტები ხო არა აქვს ჩასადები. მაინდა-მაინც მაგას არენდო, ძაღლმა შეგჭამოს, ორიდან დაუჭირე. გააჩნია რა დაუჭირო შორიდან. აიდანა? ნორმალური, რაც ფასი აქვს. ხო, ეს ძაღლის სისხლი და 10 და 80 და ეს არის პარაკორდის სამონჯური თუ რაღაცა. პარაკორდი ხო 4 და 50. ეს არის თუ მოკლედ მოხდი ისეთ სიტუაციაში, რომ სანმე დაგჭირდა, ეს უძლებს ძალიან დიდ წონას რა. ეს რა არ იწვალო და თავი რო ჩამოიკიდე თუ რა უნდა გიშუროს ოღონდ ვიტყვა. ესეთი გამოიყურება. სხვა შორის ძალიან ლამაზია. უბრალოდ ცოტა დიდი არის. თქვენი ნებართვით ახლა მე გავხსნე. ესე შემდეგი ამანათი ეს უნდა გავტესტოთ. ეს რა არის? ზურგის მასაჟარი. ეს სხვა რაღაცა მეკონა. არ დაა კონკრეტულ გეხუცები. ჩავიხედოთ ჩიგნით რა არის. USB მოყვება. დაჟე ნახე რა მოყვება. რა მაგარი რაღაცაა. რეჟიმები, რაღაცეები რო გადაცვალო. თავის პულტი. გაიხდი ზურგზე რამე. შენ გაიხადე პროჭო. ის არ გადამიჭრა მოდი. დასატენი თუ არა. ეს უნდა დააკო. ხო, ეს უნდა დაადო ზეთი. და მე ზურგზე უნდა მიიტყიპო. ეს ერთი. ეს მეორე. და აქ აქვს ესეთი პულტი მოყვება კიდე. თუ ირთობა ჯერ თუ დატენილია სერტ. ელემენტს ნახო ახლა თუ უდევს და ელემენტიც აქვს. აქ ნახო არ უნდა. დასატენი იქნება. მოდი თან შევაერთოთ და დავტოვოთ პარალელურად და ბოლოს შევამოწმოთ. ეგ აიგენა. რა გინდა, ბევრი ამანათია, ხო? როიძახთ ცოტა. უკან მიდევს კიდევ თემუს ამანათები უნდა გადავიღო შემდეგი ვიდეო და ერთ სული აქვს მომოჩემს როდის გავხსნა. უთხრა ხალხს თუ მოეწონება იმდეგზეც რო შენ იყო? თუ ძალიან თუ წილზია. არ გითხრა მამამ შეგცვალოს საერთოდ. თუ წილზია დამოკიდებული. ეგ რა თქმა უნდა, რამდენი იქნება დაფინანსება. ეს რა არის, არ ვიცი. ის ზურგის მასაჟორი და 10 და 30. რა ის რა ჯანდაბაა? ეს მეგონი მანქანის ის არის, ლოგო რო დაანახოს თუ რა. არ მაქვს ეს მე გამოწერილი. შემთხვევით ჩამიდეს რაღაცა. დაჩუქრათ. აზიარო. ეს მე არ გამომწერია. აქ ჩადებ და მიანათებ კედელზე არამეზე. ესენია, აი. დედამიწა და რაღაცეები, ხო? მოდი ჩადე. ელემენტი უნდა. სამიცალი ელემენტი უნდა. მოკლედ დედამიწა, მარსი რაღაცეები ანათებს. მაგასაც მე დატესტე. მოიცავ ნახო. აი ესეთი რაღაცეებია და კედელზე ანახებს რა. კი, მაგასაც მე დაგვესტავ და განახებთ როგორ მუშაობს. აი ანა მარიამ ეხმარება ანათებს. დედამიწა ესეთია. ესეც იუპიტერი, ესეც მთვარე. კიდევ უამრავი პლანეტა მოყვება. და როგორც გსურთ შეგიძლიათ ისე შეცვალოთ. რა ხო არ გავთამამთ, შენ სპორი გაგახსენე. აი ხო, იცი მაინც რა დევ შიგნით და გულს უხარია რა. აი ესეთ სათვალეები ჩამომივიდა. შენ ძერს სათვალეებს არ შეეძლება, მაგრამ რაც მიიტანო. ნახოთ, როგორია ერთი. მიხდება ხო სხვათა შორის? აი სვაჩიკებს რო გქონდა და სვაჩიკებს კი არა უბრალოდ. სუმინდოდა ესეთი სათვალეები. არა ძალიან მიხდება. აი აღიარე. ხელოსანს გავხარებისი. რა კარგად ხედავ ყველაფერს. 5 და 90 ღირდა ეს სათვალე. 5 ლარად სადიშოვია ამ სათვალეებს. და ის დედამიწის რაღაცა 8 და 60. მოდი შემდეგი. ვიცი რაცა. ექიმობას აპირებ თუ რა? ხო, აი თითი რო ვერ შედის. პრინცეტი
სადო შედის და კონკრეტება რა. მოკლედ ეს არის სტეიკის და რაღაცების ამოსატრიალებელი გრილზე რო წვავ რა. ტყეში გამომადგება რა გინდა. ხელი რომ არ დამეწვას. მაიმუნები. ამით რა სტეიკი ტრია როგორც გამაგებით. ვიღაცამ რომ დამირეკოს ახლა. ხორცი მოიტანე თუ რა სატრიალებს. შვარჩეგიან ვეგაჯემინდაო რაღაცა. მარგალკაზე მუშაობ. ეს რა არის? ეს მგონი სამთებელა არის, რომელიც მარაკში აღარ იყო, მაგრამ კიდე დაამატეს 8 და 20 ღირს ეს. სულ მაინტერესებდა ეს სამთებელა. ესე გამოიყურება და რო დააწვევით. ნახეთ ცხელდება. ხო არის ესე? დააწვევით ცხელდება რა. რა სიგარეტი ცუდი არავინ არ მოწიოთ. კი ბატონო. აუ რა მაგარია. აუ სუნი დააყენა პროსტა. თანათან ბოლოში გავდივარ და ბოლოს ძალიან მაგარი რამე გელოდება. რომელიც ყველაზე მეტად მაინტერესებს. რათან ყველა ზვირიანი არის. ესეც ფან არის. ესეთი USB მოყვა? კაია. არა, ამ სანთებელას ფასი 9.30 იყო, არ მახსოვს თუ თქვი და ამის ფასი არის 11 ლარი. ნუ, სიბნელეში დაინახავ რა ახლა. თუ კარში არ დაგჭერე, გარევს მიაგება. მამი, ეგ არ ეხება არც დღეს არც არაფერს და არ მეჭუბო გეხოცე. ეს თამაშის რაღაცა იქნება, ახლა მე როგორც მომჩნე. კი და ამაში მივეცი 46 ლარი და 41. ეს ისეთი ყუთია უნდა შეინახო. კაი, მოდი გავხსნათ, ძალიან მაინტერესებს. რა ქვია ამ თამაშს, ალბათ უახსოვს. კუბიკები რო. შენ რომ მეუნაოდი რეებსად ყაპუნებ რო. კუბიკსი რა ქვია? არ ვიცი. Minecraft. ძალიან მაგარი რაღაცა. ოჯახში აუცილებლად 1-3-4 მაინც უნდა ყოლდეს. ამას უყურეთ რა მაგარი ძერსია. დაჟე შეგიძლიათ ეს მგონი დაატრიალოთ და კედელზე იმასქნა რა. ესე დამჯდარია. აუ, ეს დასატენია. კარგი, სანამ სხვას ნახავ, ესე დავტენოთ მაშინ. მერე ის მასაჟორიც მოვისინჯოთ. იმდენი რაღაცა ჩამოიტანე დასატენი, ელექტროსადგური ნაგიშენო იქ. ჯერ მარტო დენი წაიღო, ხო? და ესეც ბოლო ამანათი, რომელიც ყველაზე მეტად მაინტერესებდა, ამაში მივეცი 150 ლარი მეგობრებო. აი როგორი. განათდა? რა მაგარია. აი ესეთია. ძალიან ლამაზია. ეს შემიძლია დაჟე კედელზე მივამაგრო. და ესეც ჯარისკაცის ფორმა რა. ჯარისკაცის. იმედია მომერგება. სამხედრო ფორმა. სამხედრო ფორმა. ჯარისკაცის მამა გამოიხდა. შავი ფერის გამოვიწერე, თუ სწორად მახსოვს. მოვისინჯო? მოდი, აბონახოთ. გახდის პროცესი უნდა გადაგიღო? შენ ხელები ამაფარე რო არ დაინახ. აუ, იმედია პატარა არ იქნება. როგორც ასეთი ცუდი ხარისხი არ უნდა ჩანდეს. რა გინდა? 150 ლარი. გონი ერთი ზომით დიდი უნდა. აუ. რა მოიკიდება? ელი გაგეზომა. აუ, ბოტკეცილი მაქვს, ვერც ვიკრავ. ერთი ზომით კი არა, ორი ზომი, სამი ზომი. აუ, ძალიან პატარა. ელი გამოვიწერე მგონი. რატომ აქ ესეთი პატარა? იმიტომ მაგაქვს ჩინელები პატარები არიან. პატარები არიან. აბა ეს მოიზომა. რომ აიროთ არის. ეგ არანაირად გადაიცოდა. მეთქი ისა შესაკრავია. ეს ასე თუ ისე კარგად არის მაინც. ნუ ესეც შეგიძლია ეს დაამოკლო კლავებზე. აუ, ვიზუალი მომწონს, მაგრამ პატარა არის. ხიპი მაგან მოგდებული. აი ესე გამოიყურება მოკლედ. აზე გაცვია მაისის ფულზე და იმიტომ არ გერგერო. ეს კაია, ეს ძალიან პატარა იყო. რაც უფრო მეტია ზომა, მით უფრო ძვირი არის, ხო? შენ გინდა სავარაუდოდ XL-იან, XXL. XXL უფრო გინდა. აი, არა უშავს. ამას უკვე ტაიპში გავუფრთხო მგონი. აბა ჩარტი. ეს არის კაი ხარისხები ჩა. ძალიან ბევრი რამე არ მომეწონა, ძალიან ბევრი რამე მომეწონა. როგორ შეაფასებდი მოკლედ? ხუდი კაი. 50-50. შენთვის რო ყოფილიყო, ყველაფერი კაი იქნებოდა, ხო? დანის გარდა არაფერი. ეს ესეთი გამოვიდა, შეგიძლია ეს აწიო თუ ჩაწიო ქვემოთ და კედელზე ესე მიმართება რა. ძალიან საყვარელია. ამას იმის თანაწებობა აქვს ეს ბეჭეზე რომ იქა ვერც აიძრობ მე მგონი. თელი ცხოვრება გეუნა ატარო და გასწორებული 100 წლის მერე იქ ჩაგატარო. არა, ჯერ არ გინდა იყოს. ბეჭვებსაც აგაძრობს ეს. ბეჭვები კი არა, ყავს აგაცრეს. მოკლედ ეს იყო ჩვენი ვიდეო, თუ მოგეწონათ, დალაიქეთ. ხარი მამ გამოიწერო ნახე. აუცილებლად არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. ზარისგილა კი? აუცილებლად ზარისგილა. ზანზალაკი. დააწკაპუნეთ. მილიონ ნახვაზე მამაჩემს გამოუწერ 1000 ლარის პროდუქტს. გაწყობს? კი, დავფიქრდები მაგ საკითხს. მოკლედ თუ გამოწერა გინდათ, ჯომიდან ქვემოთ ლინკი იქნება აღწერაში, ყველაფერი რაც გამოვიწერე აღწერაში იქნება, შეგიძლიათ შეამოწმოთ. ჩვენ კი უკვე შეხვდებით შემდეგ ვიდეოში. მადლობა მამი, რომ ვიყავ ვიდეოში და მამის საჩუქარი მაინც ვერ ამნახე.
ესე გადამაგდეს. მე იხილე, აი, მე როგორც ეს დანა შენ საჩუქრად. დიდი მადლობა ამაღამარ დამეძინება არისო დაგეგმილი. იძულებული გახდი რომ აგეჩქებინა თორე არც ყოფილებ. არ იყო გათვლილი თორე, ხო იცი არ დაგტოვებდი ისე. ეხლა უკან ვარ წამართოს ამას დავმალავ ეხლა ახლა გაიქეცი და კარგად წონდებოდა. მოკლედ, კარგად იყავით ხალხო და მადლობა რომ უყურეთ ვიდეოს. თუ წამართვა მეორე ვიდეოში ჩავწერა ვიცი.